სალამი მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჯონ მაკარტურის საუბრების ქართულ ენაზე ატვირთვას, ეს არის ბიბლიური კითხვები და პასუხები. Შემდეგი კითხვა ძალიან საინტერესოა, ორ კითხვას სვავს დერილ ერეკი და მას ძალიან საინტერესო თემები აინტერესებს. მე იძულებული ვიყავი, რომ ორივე ძალიან მნიშვნელოვანია და არ გამომეტოვა ერთად არ დამეწერა და გავყავი ისინი. მე მოვიყვან თლიანად იმ ტექსტს, რომელზეც ლაპარაკობს დერილი, რომ თქვენ შეგექმნათ შტაბეჭდილება მთლიანი სრული სურათი, თუ რაზე აქვს საუბარი. პიროვნება პასტორი, რომელიც მიკროფონთან დგას, ეტყობა, რომ ის შესავალს უკეთებს ჯონს დერილის შესახებ. ჯონ აქ განსაკუთრებული სიტუაცია გვაქვს, ეს არის დერილ ერკელი, მას აქვს სწრაფი ბიბლიური შეკითხვა, რომელიც უნდა დაგისვათ, შემდეგ კი საკითხი, რომელიც ვფიქრობ, რომ ყველასათვის საინტერესო იქნებოდა. ამიტომ მე ვუთხარი, რომ მას შეეძლო ორივე კითხვის დასმა. კარგით. გისმენთ დერილ, რისი თქმას აპირებთ. პირველი კითხვა არის, დაარღვია თუ არა იესომ დიეტური კანონები ძველ აღთქმაში, როცა მარკოზის მე-7 თავში მე-19 მულში ამბობს ბოლო პუნქტში. ამგვარად მან ყველა საკვები სუფთად გამოაცხადაო. ეს დიეტური კანონების დარღვევაა? და ჯონი ეუნება, იესოს არასოდეს არაფერი არ დაურღვევია. იესომ დაწერა თვითონ ეს კანონები ძველ აღთქმაშიც და მას უფლება ჰქონდა შეეცვალა ის, როდესაც მას ეს სურდა. და რომელი მუხლი ახსენეთ? მარკოზის 7:19, ეს არის ბოლო პუნქტი. დიახ, 7:19. მე წაგიკითხავთ ახლა მთლიანად ამ ადგილს. შემოიკრიბნენ მასთან ფარისევლები, ეს არის ესე იგი მარკოზის მე-7 თავი, ასე იწყება. შემოიკრიბნენ მასთან ფარისევლები და იერუსალიმიდან მოსული ზოგიერთი მწიგნობარი. დაინახეს, რომ ზოგიერთი მისი მოწაფეთაგანი ჭუჭყიანი, ანუ დაუბანელი ხელით ჭამდა პურს და კიცხავდნენ მათ, რადგან ფარისეველი და იუდაველი იცავდნენ უხუცესთა გადმოცემას და ისე არ ჭამდნენ, თუ გულმოდგინედ არ დაიბანდნენ ხელებს. ბაზრიდან დაბრუნებული განბანის გარეშე არ ჭამდნენ. სხვაც ბევრი რამ არის, რასაც გადმოცემებით ასრულებდნენ. მაგალითად, სასმისების, თასებისა და სპილენძის ქვაბების გამორეცხვას. კითხეს ფარისევლებმა და წიგნობურმა, რატომ არ იქცევიან შენი მოწაფენი უხუცესთა გადმოცემების მიხედვით და რატომ ჭამენ პურს დაუბანელი ხელებით? ხოლო მან უთხრა მათ, კარგად წინასწარმეტყველებდა ესაია წინასწარმეტყველი თქვენთანა თვალთმაქცევზე, როგორც წერია, ეს ხალხი პატივს ბაგეებით, მათი გული კი შორსაა ჩემგანო. ამაოდ მეკცევიან მოწიწებით, რადგან მოძღვრებასავით ასწავლიან ადამიანურ ცნებებს. ღმერთის ცნებანი მიატოვეთ და ადამიანთა გადმოცემებს იცავთ, სასმისების, თასების, გამორეცხვასა და მრავალ ამდაგვარს, რასაც აკეთებთ. უთხრა, განა კარგია, რომ ღმერთის ცნებას აუქმებთ, რათა თქვენი გადმოცემა დაიცვათ? მოსემ თქვა, პატივი ეცი შენ მამას და დედას, მამის გინ დედის აუგის მთქმელი სიკვდილით მოკვდესო. თქვენ კი ამბობთ, თუ კი კაცი ეტყვის მამას ან დედას, კორბან, ესე იგი, რითაც შემგან უნდა გესარგებლა, ღმერთს უძღვნიო, აღარაფერს აკეთებთ მამისათვის და დედისათვის. ღმერთის სიტყვას აუქმებთ თქვენივე გადმოცემით, რომელსაც გადასცემთ და სხვებსაც ბევრს აკეთებთ ამის მსგავსად. კვლავ მოუწოდებდა ხალხს და უთხრა, მომისმინეთ ყველამ და გაიგეთ. არაფერია ადამიანის გარეთ ისეთი, რასაც მასში შესვლით შეეძლოს მისი წაბილწვა. არამედ რაც ადამიანისაგან გამოდის, ის ბილწავს ადამიანს. თუ ვინმეს ყურნი აქვს სასმენად, ისმინოს. ხალხს რომ გაერიდა და სახლში შევიდა, კითხეს იგავის შესახებ მოწაფეებმა. მან უთხრა, ნუ თუ თქვენც არ გაგეგება და ვერ მიხვდარხართ, რომ არაფერს, რაც ადამიანში გარედან შედის, არ ძალუც მისი წაბილწვა, ვინაიდან მის გულში კი არ შედის, არამედ მუცელში და გარეთ გამოდის. ასე განწმინდა ყოველგვარი საზრდო. ამბობდა, კაცისაგან გამომავალი ბილწავს კაცს, ვინაიდან ადამიანის გულიდან გამოდის ბოროტის რახვა, სიძვა, ქურდობა, მკვლელობა, მრუშობა, ანგარება, მზაკრობა, ვერაგობა, გარყვნილება, თვალბოროტება, ცბიერება, გმობა, აპარტავნება და უგნურება. ყველა ეს ბოროტება შიგნიდან გამოდის და ესაა, რომელიც ბილწავს ადამიანს. და კითხვის დამსველი დერილი ამბობს, დიახ, ასევე შემიძლია დავამატო ქრისტიანული რწმენის ბევრი რაბინული ანტაგონისტი, რომ ასახელებს ამ მუხლს. და კიდე მე მინდა დამატების თვალსაზრისით, რომ მიშნა
რომელიც დაემატა მოსეს კანონს, 600 თუ 700 კანონს შეიცავდა, რაც იესოს დახვდა მაგ დროს, რასაც ფარისევლები აძალებენ ხალხს. და ჯონ მაკარტური პასუხობს: "დიახ, თქვენ კითხულობთ იმ შემთხვევას, როდესაც იესო ამბობს, რომ არინერულო თუ რა შანს ფაქტობრივად და ადამიანს ისა კი არ აბინძურებს, რაც ადამიანს შედის, არამედ ის, რაც გამოდის გულიდან, ეს ბილწავსო." და კითხვის დამსველი ეუბნება: "არა მხოლოდ ეს, არამედ კონკრეტულად დათქვამენ, რომ მან ყველა საკვები სუფთად გამოაცხადა. ეს არის კონკრეტულად ის განცხადება, რომელსაც ისინი ეკიდებიან." ჯონ მაკარტური პასუხობს: "არა, ეს არ არის განცხადება ყველა საკვების განწმენდის შესახებ." "ხო? დიახ, არა. ეს ამ ტექსტის სათანადო გაგებაც კი არ არის. აქ ძირითადი ეგ არ არის. ის ხვდება არა გულში, არამედ კუჩში და გამოდის ნაკადში, რაც ნიშნავს, რომ ტუალეტში, ფაქტობრივად, საკვების სხეულში გავლაზია ლაპარაკი. მას არავითარი კავშირი არ აქვს ცერემონიალური სისტემის გაუქმებასთან, გულისხმობ დიეტურ სისტემას. მაგრამ კიდევ ერთხელ ფიქრობ, რაც უნდა გახსოვდეთ, არის ის, რომ იესო აქ ამბობს, რომ დიეტური კანონები აღარ არის. ისინი ნამდვილად არ არის გულის პრობლემა. ეს არ არის ის, რასაც შენ იღებ, რომელიც შენ შეგბილწავს. ეს არის ის, რაც გამოდის შიგნიდან, შენი გულიდან, რაც შენ გბილწავს. ხედავთ? ასე რომ მე ფიქრობ, რომ ამას აქვს მინიშნება აქვს. ხოლო უკვე მე მოციქულთა საქმეების მე-10 თავში როცა გადავდივართ პეტრეს შემთხვევაში, გახსოვთ ხო? და უკვე პეტრე იქ ნამდვილად პეტრესთან უკვე ღმერთი ნამდვილად გვერდზე დებს და აუქმებს დიეტურ კანონებს. გახსოვთ ხო, პეტრემ რა გამოცდილება გაიარა, როცა სუფრის გადასაფარებელი ჩამოდის, ყველა ესეთი ბინძური და სუფთა საკვებით და ეუბნება ღმერთი, რომ ადექი პეტრე, დაკალი და ჭამე. გახსოვთ ხომ? და პეტრე ეწინააღმდეგება, რომ მას არასოდეს არ უჭამია ეს უწმინდური და იესო ეუბნება მას, რაც ღმერთმა გაწმინდა, შენ უწმინდურად ნუ მიიჩნევ. ხედავთ? და აქ უკვე დიეტური კანონები აშკარად გათვალისწინებული აქ მე-10 თავში. და იესოსთან განცხადებაში აქ ძირითადი უფრო სხვა რამეა, ვიდრე დიეტური კანონები. იქ უფრო არის ცერემონიალური დაბანვაზე, ხელების განბანვაზე, რომ თითქოს და ეს წაბილწავდა ადამიანს და ამას აქცევდა ყურადღებას. როცა მთავარი, რომელიც გულს წმინდავდა, ის მიტოვებული ქონდა ფარისევლებს. და როგორ გავს ეს მართლმადიდებლების დღეს დამოკიდებულებას ყველაფერი გარეგნულზე რო არ გადატანილი, ხომ? ეს არის პასუხი თქვენს კითხვაზე და მეორე კითხვაზე ჩვენ გადავალთ მეორე ვიდეოში, მეორე აუდიოში, რომელსაც ჩვენ ჩავწერთ. მადლობა.